მოცემულ ვიდეოში წარმოგიდგენთ როგორ შევქმნათ ასატვირთის სივრცე, რომელშიც შუალედური წერის პროცესისას სტუდენტები ატვირთავენ თავის ნაწერის სურათებს. ამისათვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების შესრულება და ძალიან გთხოვთ, რომ თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით გაიაროთ იმისთვის, რომ თქვენს საგანში და საგნებში შუალედურების პროცესში არ წარმოიქმნეს სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები და პრობლემები. თუ აი ამ ინსტრუქციას, რომელსაც ახლა მე წარმოგიდგენთ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვებით, არ იქნება მსგავსი არანაირი ტექნიკური პრობლემა. პირველ რიგში შევდივართ Classroom-ში. ამისათვის ჩვენი Gmail-დან აი აქ მრავალწევრთილ სიმბოლოს ვაწყაპებთ, ვეძებთ ჩამონათვალში Classrooms. როგორც ხედავთ, აი ასეთ სიმბოლოა. ფანჯარა ჩაიდვირთება აი ასეთი, გამოჩნდება თქვენთან არსებული საგნები. ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან ბევრი საგანია, რადგანაც აქ ჩემი Classroom-ი მოიცავს მთელ საუნივერსიტეტო საგნებს. საჩვენებელ საგანზე გაჩვენებთ ახლა კონკრეტულად იმ ინსტრუქციას, რომელიც საჭიროა თქვენ გაიაროთ, ვიდრე შუალედურების პროცესი დაიწყება და მოვა პერიოდი. საჭიროა გახსნათ საგანი, რომელშიც გსურთ, რომ ესეთი სივრცე მოაწყოთ. გადახვიდეთ Classroom-ზე. დააწყაპოთ Create Relax. დააწყაპოთ Quiz Assignments. მოცემულ ფანჯარაში Title-ში ვწერთ შუალედური სასატვირთი ფორმა. ან უბრალოდ შუალედური წერა. მარჯვენა მხარეზე აუცილებელია, რომ აირჩიოთ მაქსიმალური ქულა, ანუ 20 ქულა შუალედურისთვის. აქ დანარჩენ ელემენტებს არ ვეხებით ჯერჯერობით. აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ, რომ აი ეს ლურჯი ღილაკი იყოს ჩართული, როდესაც გამორთულია ესე ნაცრისფრად ჩანს და ჩართულ შემთხვევაში ჩანს აი ესე ლურჯად. ვაწყაპებთ აი აქ Blank Quiz-ზე. და პირველ რიგში, ვიდრე მუშაობას დაიწყებთ, ხშირად გვაქვს ესეთი პრობლემა, როდესაც ლექტორი სხვადასხვა მცდელობების დროს აკეთებს აი ესეთ Blank Quiz-ებს რამოდენიმე ვერსიას და როცა ჩვენი მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენ ძალიან გვიჭირს მერე იდენტიფიკაცია მოახდინოთ რეალურად რომელია აქტიურ შუალედური წერის ფორმასთან დაკავშირებული და რომელი იღებს რეალურად სტუდენტების ნაწერებს. ამიტომ პირველ რიგში, ვიდრე მუშაობას დაიწყებთ და სხვადასხვა პარამეტრებს და შეცვლით, მანამდე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ აი ამ Blank Quiz-ში ჩააწყაპოთ, აი დიდი ასოებით რომ არის Blank Quiz-ში და დაარქვათ აქ შესაბამისი სათაური და სახელი ამ კონკრეტულ ფორმას. ამ შემთხვევაში უნდა დავაწეროთ შუალედური წერის ასატვირთი ფორმა. როგორც კი აი ამ ტექსტს აკრეფავთ და მარცხენა მხარეზე ან ნებისმიერ ადგილზე ჩააწყაპებთ, ეს ავტომატურად შეინახება. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აი აქ მარცხენა ზედა კუთხეში ისევ Blank Quiz-ი აწერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაილის სახელი არ შეცვლილა ჯერ და ისევ Blank Quiz-ია. დაიწყან რა პრობლემაც ვახსენე, რომ Blank Quiz-ები არის გაკეთებული 5, 6, 10 ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ საგანში და მე ჩვენი იდენტიფიკაციას ვერ ვახდენთ, რომელია ხოლმე რეალურად აქტიური. ამისათვის საჭიროა აი ეს უკვე აკრეფილი ტექსტი დააკოპიროთ მარჯვენა კლიკით და კოპით. ჩააწყაპოთ აი აქ ზედა მარცხენა კუთხეში Blank Quiz-ში ორჯერ, რომ მოინიშნოს მთლიანად. შემდეგ ისევ მარჯვენა კლიკით და Paste ჩააწყაპებთ. და ეს უკვე გახდება ამ კონკრეტული აი ამ ფორმის, რომელსაც თქვენ აკეთებთ სტუდენტებისათვის, რომ მათ ატვირთონ ნაწერები, ამ ფორმის კონკრეტული სახელი და შემდგომში უკვე აღარ შეგეშლებათ, როდესაც გადახვალთ და იმ ფორმას გახსნას ეცდებით და ნაწერების შემოწმებას. გავაგრძელოთ, აქ კონკრეტულად უმჯობესი იქნება ფორმის აღწერაში ჩაწეროთ და მიუთითოთ, რომ სტუდენტებმა ატვირთონ მაქსიმალური გარჩევადობის მქონე სურათები მხოლოდ.
შემდეგ აი ამ untitled question-ში ვაწყაბებთ. დაგვწერთ ნაწერის სურათები. ასეთ ტექსტს. მარჯვენა მხარეზე აი რამოდენიმე სავარაუდო პასუხი რომ არის, აი აქ ჩამოშლით. აირჩევთ ფაილის ატვირთვას, აი ასეთ სიმბოლოს. მოცემული გამოტანილი შეტყობინებაში დააწყაბებთ გაგრძელებას. და საჭიროა შემდეგი პარამეტრების მითითება აქ. ფაილების მაქსიმალური რაოდენობა, რამდენი ფაილი შეიძლება რომ სტუდენტმა ატვირთოს, არის მაქსიმუმი 10 და გთხოვთ მიუთითოთ თქვენც 10. ფაილის ზომას უცვლელად ტოვებთ და ამაში არ არის საჭირო რომ რამე შეცვალოთ. აუცილებელია რომ ჩაურთოთ სავალდებულოა, რადგანაც სტუდენტი ვერ შეძლებს ცარიელი ფორმის პასუხის გამოგზავნას, როცა ხდება ხოლმე შემთხვევა, რომ აი ცარიელი ფორმა ეგზავნება სტუდენტს და იქ სურათები არ არის ატვირთული, აი ეს თუ ჩართული იქნება, ცარიელს ვერ შეძლებს და მანამდე ვერ გამოაგზავნის, ვიდრე სურათებს არ მიაბავს და ატვირთავს. და აუცილებელია კიდევ აი პასუხების გასაღები, რომ არის აი ესეთი სიმბოლო, აქ დავაწყაპოთ და მიუთითოთ, რომ ეს ფორმა და კონკრეტულად ეს დავალება, სადაც სტუდენტებს ვატვირთვინებთ, სურათებს არის მაქსიმალური ქულა მისთვის განკუთვნილი 20 და ვაწყაპებთ დასრულებას. თუმცა ამით არ დასრულებულა პროცესი, აუცილებელია რომ შემდეგი პარამეტრებიც შეავსოთ. ეს არის მთავარი პარამეტრები სურათის სასატვირთვისთვის, თუმცა აი ამ ფორმაში პასუხების მიღებას კიდევ სჭირდება კონფიგურაცია. ამისთვის აი მარჯვენა ზედა კუთხეში ჭანჭიკი რომ არის, აი ასეთი პარამეტრები, აი ხედავთ კიდევაც რომ მიიტანთ ტექსტი გამოაქვს, დააწყაბებთ აქ და აქ საჭიროა რომ მონიშნოთ ცალკეული ელემენტი. პირველი, აი ეს ელფოსტის მისამართის შეგროვება უნდა იყოს აუცილებლად ჩართული. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სტუდენტი ატვირთავს თავის სურათებს, ამ სურათებს დაუფიქსირდება, რომელი მეილიდან აიტვირთა. შესაბამისად, როგორც იცით, ჩვენ უნივერსიტეტის მეილები არის სახელი, სტუდენტის სახელი, წერტილი, გვარი და ადვილად შეძლებთ მის გარჩევას. თუ აქ ამას არ ჩაურთავთ, ცარიელი ფორმა მოვა, სურათები მოვა უბრალოდ და არ ეწერება ვის მიერ არის ისინი ატვირთული. არ მოუნიშნოთ აი ეს მეორე ფანჯარა, უბრალოდ მონიშნეთ პირველი. შემდეგ წვდომის დაშვება მხოლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული. ეს ცალკეულ პრობლემას წარმოქმნის, როცა სტუდენტებს პირადი მეილი აქვს მითითებული, მაგრამ თუ ეს არ იქნება მონიშნული, სტუდენტი შეძლებს თავისი პირადი მეილით, რომელიც შეიძლება სულ რამოდენიმე სიმბოლოსგან შედგებოდეს, ატვირთოს ნაწერის სურათები და თქვენ მას ვერ გაარჩევთ, ვის მიერ არის ატვირთული, უბრალოდ იმიტომ, რომ სტუდენტების მეილები ხშირად შედგება რაღაც ზედმეტსახელებისგან, რაღაც სხვადასხვა კომბინაციის ტექსტისგან და მისით იგივე იდენტიფიკაცია ვისი არის ეს ნაწერი ძალიან რთულია და თითქმის შეუძლებელიც რიგ შემთხვევაში. ამიტომ აი ეს პირველი ფანჯარა უნდა იყოს მოსაღნიშნებელი უნდა იყოს ჩართული, მეორე და მესამე, რაც არის აუცილებელი, შეზღუდვა ერთი პასუხით. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი შეძლებს მხოლოდ ერთხელ ატვირთოს სურათები. თუ ამას არ ჩართავთ, შედეგად მიიღებთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში სტუდენტები ატვირთვისას ვერ ხვდებიან, რომ უკვე აიტვირთა ეს სურათები და ხელახლა ცდილობენ და შეიძლება ერთი და იგივე სტუდენტმა 10 ჯერ აგიტვირთოთ სურათები და მერე მოგიწიოთ წაშლა დანარჩენების. ამიტომ ვიდრე ამ პრობლემებს წააწყდებით, აი ეს პირველი ელექტრონული მისამართების შეგროვება, მეორე წვდომის დაშვება მხოლოდ თელავის State University-ში მის ნდობით აღჭურვილ ორგანიზაციაში, ანუ ჩვენი უნივერსიტეტის ელექტრონული პოსტით რომ აიტვირთოს მხოლოდ და მესამე შეზღუდვა ერთი პასუხით. გარდა ამისა, გვაქვს ტესტები, აი აქ მარჯვენა მიმართულებით მესამე მენიუ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული, რომ თქვენს მიერ შემდგომში დაწერილი ქულების იმპორტი მოახდინოთ უკვე Grade-ში და გაგზავნა იგივე მოხდეს და სწორად მოხდეს კონფიგურაცია. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ,
პარამეტრებში აი ამ პარამეტრებიდან უნდა ჩართოთ ელექტრონული მისამართების შეგროვება, ეს არა, წვდომის დაშვება მხოლოდ თელავის უნივერსიტეტის მეილიდან, შეზღუდვა ერთი პასუხი და ტესტებში უნდა გქონდეთ აუცილებლად აი ეს ელემენტი ჩართული. ვაწყაბებთ შენახვის ღილაკს. ფორმა თითქმის მზად არის. იზღა დაგვრჩენია, რომ ისევ დავბრუნდეთ ამ ფანჯარას თუ გნებავთ, ნუ გათიშავთ ჯერ და დატოვეთ ეს ყველაფერი უცვლელად, დააკვირდით რა ელემენტები მაქვს მონიშნული. ქულა, მაქსიმალური რაოდენობა ფაილების 10, სავალდებულოა რომ ფაილი იყოს მიბმული, რათა ფორმის პასუხის გამოგზავნა შეძლოს სტუდენტმა, აღწერა რომ სურათები აუცილებლად გარჩევადი უნდა იყოს და ტექსტი იკითხებოდეს, შუალედური წერის სასატვირთი ფორმა ეს არის დასახელება ერთგვარი სათაური აი ამ ჩვენი ფორმისთვის და ფაილის სახელი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მარტივად გარჩევადი იყოს შემდგომ. თავად ფორმა. ბრუნდებით გახსნილ classroom-ში, რომელშიც აი ეს ფანჯარა გვაქვს დაწყებული და შემდგომ აი აქ blank quiz-დან გადავედით აქ. ბრუნდებით აი ამ ფანჯარაში. ესე იგი, აქ რა ელემენტები გვაქვს? მაქსიმალური ქულა, დავალების სახელი რა არის? ეს არის შუალედური წერა. და ეს მწვანე ლურჯი ღილაკი უნდა იყოს აუცილებლად ჩართული. ამის შემდეგ, როდესაც აი ამ ფორმას გააკეთებ და აქ დაბრუნდებით, აი ამ ჩამონათვალი ლურჯი ღილაკის მარცხენა მხარეზე რომ არის, მარჯვენა მხარეზე რომ არის, აი ეს ის არის, მანდ დააწყაბებთ და აქ გვაქვს save draft. ვაწყაბებთ save draft და ეს დავალება მზად არის იმისთვის რომ თქვენ უკვე ჩათვალოთ რომ სრულყოფილად გააქვთ ყველაფერი მომზადებული იმისთვის რომ შუალედური წერა ჩაატაროთ შემდგომში. ეს როდესაც გექნებათ მზად უკვე აი ასეთი ნაცრისფრად, ეს არის draft ვერსია, სამუშაო ვერსია, შუალედურის დაწყებამდე 9 საათით ან 15 წუთით ადრე ან 5 წუთით ადრე აი აქ 3 წერტილს დააწყაბებთ, edit-ს დააჭერთ და არა delete-ს, იმიტომ რომ delete-ის შემთხვევაში მთლიანად წაგეშლებათ ყველაფერი რაც გააკეთეთ, ანუ 3 წერტილს დააწყაბებთ, edit-ს დააჭერთ და დააწყაბებთ პირდაპირ SIGN ღილაკს. SIGN ღილაკს რომ დააჭერთ, აი ასეთ გამოიტანს შეტყობინება, რომ ნამდვილად გსურთო ამ დავალების გამოქვეყნებაო და ისევ SIGN-ს დააწყაბებთ, რითიც ადასტურებთ, რომ კი, რამოდენიმე ხანში, იგივე 5 წუთში, 15 წუთში და ასე შემდეგ შუალედური წერა დაიწყება. ამის შემდეგ გამოქვეყნების შემდეგ მოცემული დავალება გამოჩნდება აი ასეთი სრულყოფილად ლურჯი სახით, თავისი ყველა ელემენტი მოცულობით და სტუდენტები უკვე აქ თავისუფლად შეძლებენ ატვირთონ სურათები ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ აი ამ ინსტრუქციას თავიდან ბოლომდე გაეცნოთ, თუნდაც რამდენჯერმე და შესაბამისად მოახდინოთ თქვენი ფორმების შექმნა ვიდრე შუალედურების კვირები მოვა.